30 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულდა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სიტყვით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნა. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების სახელმწიფო პროგრამის და მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ დღეს გავერთიანდეთ და გაუზიაროთ ერთმანეთს და გავიზიაროთ ის ტკივილი, რომელსაც 2000-ზე მეტი ოჯახი ინახავს და უძლებს ბოლო 30 წელზე მეტი. მე მინდა ამ პროცესში ასევე ძალიან დიდი მადლობა გავუხადო ყველა უწყებას, საერთაშორისო ორგანიზაციას, წითელ ჯვარს, სახელმწიფო მინისტრის აპარატს, რამე თუ ეს არის უდიდესი შრომა და მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც არის დაკავშირებული ჩვენი გმირების, სამოქალაქო და სამხედრო პირების აღმოჩენასთან. ჩვენი გულწრფელი სურვილის და სახელმწიფო პოლიტიკით აღებული ვალდებულებაც არის, რომ საზოგადოებას და მომავალ თაობებს მუდამ ახსოვდეთ ჩვენი დაკარგული თანამემამულეების, სამხედრო და სამოქალაქო პირები და სამშობლოს წინაშე მათი გაწეული ღვაწლი. კიდევ ერთხელ თანაგრძნობას ვუცხადებ ოჯახებს, რომელთა ჩართულობით და ნებასურვილის მაქსიმალური გათვალისწინებით ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ვაგრძელებთ კიდევ უფრო მეტ ინტენსივობით სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისთვის, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით მიმდინარეობს. ზუგდიდში 1700 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით 7 მრავალსართულიანი კორპუსი აშენდება. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია და მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა, სამეგრელო ზემოსვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ მოინახულეს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროგრამა 2023 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში საცხოვრებელ ფართს ჯამში 13000 დევნილი ოჯახი მიიღებს. ყოფებით ქალაქ ზუგდიდში, სადაც საქართველოს მთავრობის ინიციატივით ფაქტიურად დღე-დღეზე დაიწყება გრანდიოზული პროექტი, რომელიც მოიცავს 1700 დევნილი ოჯახისთვის ბინების შენებლობას, 7 კორპუსი განთავსდება ამ ტერიტორიაზე და სადაც 2025 წლის ბოლოსთვის ჩვენ ვაპირებთ დავასრულოთ ეს პროექტი და 1700 დევნილი ოჯახი აქ ამ ტერიტორიაზე მიიღებს ბინას. ზუგდიდში 1700 დევნილ ოჯახში შენდება საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ღირებულებით არის 194 მილიონი ლარის პროექტი. პროექტი თავისი მნიშვნელობით, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია, გამომდინარე იქიდან, რომ მოგეხსენება თბილისის შემდგომ უკვე ზუგდიდშია ყველაზე დიდი რაოდენობა დევნილი ოჯახების განთავსებული და რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პრიორიტეტი არის ის, რომ ამ ადამიანებს, ამ ოჯახებს მიეცეთ ღირსეული საცხოვრისები, რასაც უზრუნველყოფს სახელმწიფო. ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოზარდებისთვის შემეცნებით საგანმანათლებლო ტრენინგები გაიმართა. ტრენინგებს, რომელიც ქალაქ წყალტუბოში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული 9 მოზარდი დაესწრო, რომელთა ასაკი 12-დან 15 წლამდეა. მონაწილეებს 2 დღის განმავლობაში ტრენინგები ბავშვთა უფლებებზე, ბულინგზე, კონფლიქტების მართვაზე, მშვიდობის მშენებლობაზე, ტოლერანტობაზე, ლიდერობასა და გუნდურობაზე, ასევე არასრულწლოვანთა დასაქმების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ჩაუტარდათ. მოზარდები აქტიურად განიხილავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებულ საკითხებსაც. პროექტი, რომლის სახელწოდებაცაა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესებისა და საჭიროებების მხარდაჭერა არაფორმალური განათლების გზით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ჩატარდა. ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ ისეთ ტიპის პროექტებს, რომელიც მიზნად ისახავს
ჩვენი დევნილი საზოგადოების განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობას კონკრეტულ პროექტებში, რომლის მიზანია, ესე ვთქვათ, მათი როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული ზრდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ვასწავლოთ არ მხოლოდ ესე ვთქვათ, სწავლება სწავლებისთვის, არამედ სწავლება დასაქმებისთვის. ეს არ არის მხოლოდ ტრენინგი, ვორქშოპი, ინფორმაციის მიწოდება, ჩვენ ამ ბავშვებთან, ამ ახალგაზრდებთან ვინარჩუნებთ ურთიერთობას და ერთობლივად, როგორც ესე ვთქვათ, საჯარო უწყებები, ასევე სამოქალაქო საზოგადოება, მჯერა რომ კონკრეტულ მიზანს მივაღწევთ, ესე ვთქვათ, ჩვენს წვლილს შევიტანთ ჩვენი საზოგადოების მშენებლობაში. აფხაზური ტელეგრამ არხების ინფორმაციით ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოსკოვს საჩივრით მიმართა, რომ დე-ფაქტო პარლამენტის წევრებს, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ აპარტოტელების შესახებ კანონს რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა შესთავაზა. მიზეზად რუსეთის ინტერესებთან შეწინააღმდეგება სახელდება. რუსეთის ფედერაციის მთავრობის კომისიამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ აფხაზური ტელეგრამ არხები იუწყებიან. შეთანხმება 7 მაისს იყო ხელმოწერილი ოკუპირებულ სოხუმში, რომლის მიხედვითაც დგინდება ერთიანი გადასახადის შემოსავლის წყაროსთვის დივიდენდებისა და როიალტის სახით 10%-ის ოდენობით. საპროცენტო შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრის გადასახადისგან გათავისუფლებას. შესაბამისად, ასეთ პროცენტებზე გადასახადები შევა იმ სახელმწიფოს ბიუჯეტში, რომელმაც უზრუნველყოს სახსრები. შეთანხმება ასევე განსაზღვრავს სამშენებლო ბიზნესის გათავისუფლებას მოგების გადასახადისგან შეღავათიან პერიოდში, რომელიც 18 თვეს შეადგენს. ამ პერიოდში ერთი ქვეყნის კომპანიის საქმიანობა მეორის ტერიტორიაზე არ გამოიწვევს მუდმივი წარმომადგენლობის შექმნას. გადასახადის გადახდა კი მხოლოდ რეზიდენტობის ქვეყანაში მოხდება. ნათქვამია შეთანხმებაში, რომლის რატიფიცირებაც წლის ბოლოსთვის იგეგმება. ქართველი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ემზადება რაღაც დიდი აქტიურობისთვის, რაც გულისხმობს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ოკუპირებულ აფხაზეთში. მათი თქმით, ეს არის ფაქტიური ეკონომიკური ინტეგრაცია რუსეთის ფედერაციაში, რაც საკმაოდ საშიში ტენდენციაა. ეს გავს რაღაც აქტიურობის მომზადებას, ეს გავს რაღაც მომავალ აქტიურობის დაგეგმვას და რუსეთი როგორც ჩანს ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ფიქრობს ძალიან რაღაც დიდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. აი ეს სპეციფიკა ახლა რასაც მოიცავს ეს კანონი პირდაპირ მიმანიშნებელია მომავალი აქტიურობისკენ და რუსეთი სავარაუდოდ აპირებს აფხაზეთში კომპანიების გაშვებასაც, ფულის ჩადებასაც, ხო მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია ის, რომ ამ შეთანხმებით რუსულ კომპანიებს აღარ ჭირდებათ იქ რაღაც შვილობილი კომპანიები, ცალკე აღრიცხვა და ასე შემდეგ. ეს კანონი დაარეგულირებს მათ შორის, ასე ვთქვათ, აი ამ ურთიერთობას ძალიან მოქნილად და ძალიან შეღავათიანად. თვითონ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციას და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ასე ვთქვათ, ცალკე განყენებული დიდი პრობლემა შეიძლება არ იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ეს არის ბევრად უფრო დიდი ჩვენთვის სახიფათო პროცესის ნაწილი, რომელსაც ქვია ოკუპირებული აფხაზეთის ფაქტიური ეკონომიკური ინტეგრაცია რუსეთის ფედერაციაში, რომლის შემდეგ მხოლოდ ერთი ნაბიჯი ღარ რჩება იმისთვის, რომ მისი ტერიტორია შევიდეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ეს დაახლოებით მსგავს გზას მიაგავს, როგორც გაიარა ლუგანსკის და დონეცკის ეგრეთ წოდებულმა რესპუბლიკებმა, რომლებიც ჯერ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა რუსეთმა, ხოლო შემდეგ შეიერთა ასეთივე საგადასახადო ხელშეკრულებების გაფორმების შემდგომ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოება საქმის კურსში ჩააყენოს ჩვენმა ხელისუფლებამ და ეს ხელშეკრულება ჩაითვალოს მორიგი უკანონო ქმედების სახით რუსეთის ფედერაციის მხრიდან.